საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში რომ ჩატარდა ეს ევთო ოდირის საბოლოო დასკვნითაც დადასტურდა. ორგანიზაცია, რომელიც 26 ოქტომბერს არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა, ამბობს, რომ ქართული კანონმდებლობა იძლეოდა შესაძლებლობას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. საარჩევნო სუბიექტებს კი ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ თავისუფალი საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ. ფაქტიურად საერთაშორისო ორგანიზაციამ იმ არჩევნების შედეგები აღიარა, რომელსაც ამ დრომდე რადიკალური ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი გაყალბებულს უწოდებენ. ზოგადად და პროცედურულად არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად ჩატარდა, მაგრამ გამოვლინდა დაძაბული გარემო, ხშირი კომპრომისები, ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევასა და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობის ფონზე. პარტიებისა და კანდიდატების რეგისტრაცია ზოგადად ინკლუზიური იყო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 პოლიტიკური პარტიის სიაში 1084 კანდიდატი დაარეგისტრირა და კანდიდატები ზოგადად თავისუფლად აწარმოებდნენ კამპანიებს. ოდირი მზად არის საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს საარჩევნო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში და ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებაში. ევთო ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის საერთაშორისო ორგანიზაციას 26 ოქტომბრის არჩევნების სათანადოდ და ობიექტურად შეფასებისთვის. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს თანამშრომლობა ევთო ოდირთან და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაციის რეკომენდაციებიც გაითვალისწინოს. მე მინდა გადავხადო მადლობა ევთო ოდირს, რომელმაც მიუხედავად აგრესიული თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ევთო ოდირი გამოთქვა საავადმყოფნას ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის. მე მინდა გაგაცნოთ ის ძირითადი შეფასებები, რომლებიც გვხვდება ევთო ოდირის ტექსტში. პირველ რიგში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა მთლიანობაში ქმნიდა ადეკვატურ ჩარჩოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. პარტიების რეგისტრაცია სათანადოდ განხორციელდა და არჩევნები ამორჩეულს ფართო არჩევანს სთავაზობდა. საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მედია იყო დივერსიფიცირებული, არჩევნებისთვის მომზადების პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების ტექნიკური ასპექტების ადმინისტრირებას ეფექტიანად ახორციელებდა, არჩევნების დღე მთლიანობაში პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და მართული, კანონმდებლობა უზრუნველყოფდა არჩევნებზე აქტიურ დაკვირვებას მოქალაქეებისა და უცხოელი დამკვირვებლებისათვის. ასევე ევთო ოდირს ორივე მხარე მიაწოდა ინფორმაცია იზოლირებული ძალადობრივი ინციდენტების შესახებ, ანუ საუბარია მხოლოდ იზოლირებულ ინციდენტებზე. რა თქმა უნდა, დასკვნაში, როგორც ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში, აქაც წარმოდგენილია გარკვეული კრიტიკული შენიშვნები, მათ შორის საუბარია ხმის ფარულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 76%-ში, უბნების 76%-ში, სადაც წარმოებდა დაკვირვება, ევთო ოდირმა საერთოდ ვერავითარი ხარვესი ვერ დაადგინა. სხვა შემთხვევებში იყო ცალკეული ხარვეზები, რაც იქნა იდენტიფიცირებული. ეს უკავშირდებოდა ბიულეტენების არასწორად შეყვანას, უბნის არასათანადოდ მოწყობას, ეგრეთ წოდებულ გაჟონვას, ვიდეო გადაღებას და ამ შემდეგ. ევთო ოდირის დასკვნა ფაქტიურად იმეორებს იმ პათოს, რომელიც ორგანიზაციამ წინასწარი ანგარიშის სახით 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნა. ქვეყნის პირველი კანონმდებელი აცხადებს, რომ ევთო ოდირმა ობიექტური შეფასების საფუძველზე დასკვნაში დადებითად ასახა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაწეული სამუშაოები. შალვა პაპუაშვილის თქმით, ევთო ოდირის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებზე ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ ევთო ოდირის მისიამ მზადყოფნას გამოთქვას ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საბოლოო ანგარიში იმეორებს ევთო ოდირის წინასწარი ანგარიშის ძირითად დასკვნას, რომ 26 ოქტომბერს ამორჩეულს ჰქონდა ფართო არჩევანი, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ კამპანიის თავისუფლად წარმოება. ხაზგასმულია, რომ კამპანია მიდიოდა მშვიდ გარემოში, ხოლო ძალადობის იზოლირებული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მიიღეს როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციისგან. ანგარიში განსაკუთრებით შექებულია საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების კარგად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის, ცესკომ ევთოს შექება დაიმსახურა არჩევნების შედეგების დროული გამოქვეყნებისთვისაც, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ეფექტურად შედგენისთვის
ევთოოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული. ანგარიში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. მათ შორის ფართო მასშტაბიანი ინფორმირების კამპანია, სწავლებები, რომლებიც ჩატარდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის. ხაზგასმულია, რომ ამომრჩეველთა სიის ფორმირების პროცესი იყო ინკლუზიური და დამკვირვებელთა უმრავლესობას არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შენიშვნების საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით. ცენტრალური საარჩევნო კომისია მზადაა დეტალურად შეისწავლოს დასკვნაში ასახული რეკომენდაციები. ანგარიში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. მათ შორის ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია, სწავლებები, რომლებიც ჩატარდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიზნით განხორციელებული აქტივობები. ხაზგასმულია, რომ ამორჩეველთა სიის ფორმირების პროცესი იყო ინკლუზიური და დამკვირვებელთა უმრავლესობას არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შენიშვნები საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ცესკოს მხრიდან პარტიების რეგისტრაციის პროცესი ინკლუზიურად წარიმართა. ამასთან ანგარიშში საუბარია, რომ ყველა მნიშვნელოვან სიახლეს საარჩევნო ადმინისტრაცია მყისიერად აქვეყნებდა, ხოლო ცესკოს სხდომების ნახვა შესაძლებელი იყო ლაივ რეჟიმში, რაც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა. ევთოოდირის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და საყურადღებო რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის ხმის მიცემის ფარულობასთან მიმართებაში სადამკვირვებლო მისია გასცემს საარჩევნო მასალების დახვეწის, საუბნო საარჩევნო კომისიების შენობების შერჩევისა და კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების რაოდენობის პრობლემატიკასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. ევთოოდირმა 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც დადებითად არის შეფასებული როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა, ასევე საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა არჩევნების დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარება.